გამარჯობა. პირველ რიგში მაინტერესებს, სანამ დავიწყებთ, ჩემი ხმა თუ ისმის და რამდენად კარგად ისმის. კარგით. რადგან კარგად ისმის ჩემი ხმა, დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ვებინარი, რომელიც შეეხება უახლოეს თაობის Wi-Fi 6 და Wi-Fi 7. როგორც იცით, უკვე დიდი ხანია Windows Group-მა დაიწყო ვებინარების სერია და დღეს ერთ-ერთი მათგანი იქნება, სადაც უშუალოდ შევეხებით ამ ორ კონკრეტულ Wi-Fi სტანდარტს და არა მარტო ამ ორ კონკრეტულს, ზოგადად მიმოვიხილავთ რაღაც კონკრეტულ ტექნოლოგიებს და კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც Wi-Fi-ის მუშაობას უფრო სტაბილურს ხდის და ზრდის გამტარუნარიანობას ჩვენი Wi-Fi ქსელის. აუცილებელია და არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ ვებინარის ბოლოს გვექნება აუცილებლად გათამაშება და გავათამაშებთ მიკროტიპის რაუტერს. და გათამაშების წესებსაც რა თქმა უნდა უფრო დეტალურად აგიხსნით, უშუალოდ რომ მივალთ გათამაშების ეტაპზე, თუმცა მანამდე რო წარმოდგენა გქონდეთ, ორი სიტყვით გეტყვით, რომ დავსვამ რაღაც კითხვას, რომელ კითხვაზეც პასუხი აუცილებლად იქნება ვებინარში და რა თქმა უნდა ის ადამიანი, ვინც პირველი დაასწრებს და უპასუხებს და ყველაზე სწრაფი აღმოჩნდება, ის მიიღებს ამ კონკრეტულ პრიზს. კარგით, გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი ვებინარის თემაზე და სანამ დავიწყებდეთ Wi-Fi 6 და Wi-Fi 7-ში მყოფ ტექნოლოგიებზე საუბარს და დავიწყოთ ცოტა წავიდეთ ისტორიაში და ვნახოთ თუ რა განვითარების ეტაპები გავლა ზოგადად უსადენო ქსელში უსადენო ქსელში. პირველად Wi-Fi ტექნოლოგია შეიქმნა 1997 წელს და მას სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ მიენიჭა სტანდარტი 802.11. თავდაპირველად ჩვენი Wi-Fi ქსელი იყო საკმაოდ ნელი და დაახლოებით 2 მეგაბიტ წამის სიჩქარე ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, რაც უფრო ტექნოლოგია დაიხვეწა და განვითარდა, სიჩქარე იზრდებოდა და ასევე იზრდებოდა არა მარტო სიჩქარე, არამედ იზრდებოდა Wi-Fi ქსელის სტაბილურობაც. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Wi-Fi-ის შემთხვევაში, ალბათ ყველამ იცით ეს ხო, რომ Wi-Fi-ის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა ხდება ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით. სურათზე აი ამ კონკრეტული მომენტისთვის თქვენ ხედავთ სრულ სპექტრს, ელექტრომაგნიტური ტალღების სრულ სპექტრს და თუ დავაკვირდებით, ნახავთ, რომ მარცხნიდან მარჯვნივ იცვლება როგორც ტალღის სიგრძე, ასევე იცვლება სიგრძეც, იზრდება სიჩქარეც და ზრდება ტალღის სიგრძე. თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ არ განვიხილავთ სად რომელი ტალღის სიგრძე ხდება, ან რა იგულისხმება იმაში, რომ ხშირად იცვლება, უბრალოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ Wi-Fi მოწყობილობები ზოგადად მუშაობენ 2.4 GHz-იან ზოლში და მუშაობს ასევე 5 და 6 GHz-იან ზოლებში. როცა ჩვენ საუბრობთ, რომ რაღაცა კონკრეტული Wi-Fi მუშაობს მაგალითად 2.4 GHz-ზე, ან მუშაობს 5 GHz-ზე, ან 6 GHz-ზე, ჩვენ არ გულისხმობთ რაღაც ერთ კონკრეტულ სიჩქარეს, ჩვენ გულისხმობთ რაღაცა სიჩქარის დიაპაზონს. მაგალითისთვის 2.4 GHz-ის დიაპაზონი არის შემდეგი 2400-დან 2.325 დიაპაზონში ამოქცეული. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი დიაპაზონი არ გამოიყენება რაღაც სრულად ინფორმაციის გადაცემად, ეს დიაპაზონი დაყოფილია პატარ-პატარა ნაწილებად და რა ნაწილებსაც ჩვენ ვეძახით არხებს. რომ წარმოვიდგინოთ ეგეთი მსგავსი რაღაც, რომ უფრო კარგად გავიგოთ, ჩათვალეთ, რომ თითოეული სიხშირე არის დიდი ავტომაგისტრალი და ეს ავტომაგისტრალი შედგება პატარ-პატარა გზებისგან, ესე ვთქვათ, და თითოეული გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული მანქანების რაოდენობა გავატაროთ.
აქაც ზუსტად ანალოგიური შემთხვევა გვაქვს, ხო, 2.4 გიგაჰერციანი ზოლი იყოფა პატარ-პატარა არხებად, და თითოეული არხი გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტულმა ინფორმაცია გადავცეთ ან რაღაც კონკრეტული ინფორმაცია მივიღოთ. ხო, რა თქმა უნდა, არა მარტო 2.4 გიგაჰერციანის შემთხვევაში არის ესე, ასევე არის 5 გიგაჰერცის სიხშირულ ზოლზეც და 6 გიგაჰერცის სიხშირულ ზოლზეც. ამ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ 2.4 გიგაჰერცზე, ჩვენ გვაქვს 11 არხი, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ 11 გზა გვაქვს, სადაც შეგვიძლია ინფორმაცია გადავცეთ. 5 გიგაჰერციანის შემთხვევაში გვაქვს 45 არხი, 6 გიგაჰერცის შემთხვევაში გვაქვს 59 არხი. აუცილებელია, რომ ვთქვათ ისიც, რომ რადგან საქმე გვაქვს ჩვენ უსადენ ქსელებთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეშლებს და რა თქმა უნდა გადაფარვებს, ან ხელშეშლებს და გადაფარვებს. შესაბამისად, თუ დააკვირდებით ნახაზზე, რომელიც 2.4 გიგაჰერციან სიხშირულ ზოლზე არის, სიხშირული ზოლი არის გამოტანილი, აქ გვაქვს 11 არხი, მაგრამ ზოგიერთი არხი ერთმანეთს გადაფარავს. აი მაგალითად, პირველი არხი და მაგალითად მეორე არხი ერთმანეთს გადაფარავს. ხო, რაღაც კონკრეტულ ნაწილში. მეორე და მესამე და მესამე ასევე გადაფარავს პირველ არხსაც, ხო? რადგან შესაბამისად, რადგან გადაფარვები პრობლემას წარმოადგენს და ქმნის გარკვეულ ტიპის ხმაურს ქსელს Wi-Fi ქსელში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ, როდესაც Wi-Fi მოწყობილობებს ვაყენებთ, უნდა შევარჩიოთ ისეთი არხები, რომლებიც ერთმანეთს არ გადაფარავენ. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ოპტიმალური იქნება თუ შევარჩევთ პირველ მე-6 და მე-11 არხს. იმიტომ რომ ეს სამი არხი არის ისეთი, რომლებიც ერთმანეთს არ გადაფარავენ სრულად. რა თქმა უნდა, სხვა არხების კომბინაციის შერჩევაც შეგვიძლია, თუმცა ეს სამი არხი არის, ესე რომ ვთქვათ, ოპტიმალური ვარიანტი, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში გვიმცირდება არხების რაოდენობა, იმიტომ რომ ისე არის სტრუქტურულად, ისე არის მოწყობილი, რომ გადაფარვები არხებს შორის მაინც ხდება. მნიშვნელოვანია ასევე არხის სიგანე. მოდი ვთქვათ, რა იგულისხმება ახლა ამ არხის სიგანეში. რომ წარმოვიდგინოთ ისე რომ მიუბრუნდეთ ჩვენს პირველ ვარიანტს, სადაც ავხსენით, რომ რაღაც ჩვენი Wi-Fi-ის სიხშირე არის დიდი ავტომაგისტრალი, ხო, და ეს პატარა მაგისტრალი არის და ეს მაგისტრალი არის დაყოფილი პატარ-პატარა ზოლებად. თითოეულ ზოლში მოძრაობს კონკრეტული რაოდენობა მანქანების, ხო? შესაბამისად, რაც უფრო ეს რო წარმოვიდგინოთ, ხო, და რო დავუშვათ თეორიულად, რომ ერთი ზოლის სიგანე თუ არის მაგალითად 20 მეტრი, ხო, ის გაატარებს კონკრეტული რაოდენობის მოწყობილობებს. კონკრეტული რაოდენობის მანქანას უკაცრავად. მაგრამ თუ მე ავდგები და ამ ჩემ 20 მეტრიან გზას გავზრდი და გავხდი მაგალითად 40 მეტრს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემეძლება რომ უფრო მეტი მანქანა გავატარო და თუ კიდე უფრო გავზრდი და მაგალითად 80 მეტრს გავხდი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მანქანის გატარება შემიძლია. თუმცა თუ გზის სიგანე გაიზრდება, რა თქმა უნდა, ზოლების რაოდენობაც შემიმცირდება, ხო? რომ წარმოვიდგინოთ. ზოლების რაოდენობაც შემიმცირდება. ანალოგიურად ხდება Wi-Fi-ის შემთხვევაშიც, ხო? სტანდარტულ შემთხვევაში თითო არხის სიგანე არის 20 MHz. მაგრამ მე შემიძლია გავაკეთო ისე კონფიგურაციის დროს და ვთქვა, რომ არხის სიგანე იყოს 40 MHz, ან 80, ან 160 MHz, ან ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ მე არხის სიგანეს შევცვლი, შემიმცირდება აუცილებლად შემიმცირდება არხების რაოდენობაც. ამიტომ აი აქ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ გავითვალისწინოთ თუ და რა თქმა უნდა, არხების რაოდენობა რომ შემიმცირდება, იმის ალბათობა, რომ სხვადასხვა არხებმა ერთმანეთი გადაფარონ რაღაც კონკრეტულ მომენტში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი იქნება, ხო? იმიტომ რომ უფრო დიდი ზოლები მექნება სამოძრაოდ რა. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ გეგმავთ ან ვაწყობთ Wi-Fi-ის ქსელს. და შეიძლება კი ბატონო, გამტარობა მეზრდება ამ შემთხვევაში, თუმცა ეს არხების რაოდენობა მიცირდება. ასევე მნიშვნელოვანია აქ რა საკითხი ნახეთ, რაც უფრო დიდი სამოძრაო ზოლი მაქვს, ხო, შესაბამისად ეს გულისხმობს იმას, რომ ესეთი ზოლი უფრო მეტად დაითვირთება, ხო?
უფრო მეტი მანქანების შემთხვევაში რომ მიუბრუნდეთ ისე ხო უფრო მეტი მანქანა გაეტევა ხო შესაბამისად ისეთ ადგილებში სადაც რა ადგილი სადაც ხალხმრავალი ადგილი არის ხო და მჭიდრო განლაგებული არის მოწყობილობების რაოდენობა რომლებიც Wi-Fi-ს იყენებენ სასურველი არის ხოლმე რომ ეს დიდი დიაპაზონი დიდი სიგანის ზოლები არ გამოვიყენოთ ხოლმე და სტანდარტულად 20 MHz-იანი ზოლები ავიღოთ ხოლმე აა რაც შეეხება სიგნალების ხარისხს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, როდესაც ჩვენ Wi-Fi-ის მოწყობილობებს Wi-Fi-ის ვაყენებთ, ანუ გეგმავთ Wi-Fi XL-ს, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თუ როგორი ტიპი რა სიგნალი ითვლება საუკეთესოდ, კარგად და დაბალი სიგნალის დონით. როგორც ან საუბარია ამ შემთხვევაში როგორც გადაცემაზე, ასევე მივიღებზე. მოდით ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ თუ მე access point-იდან ჩემ მოწყობილობაზე ან პირიქით მივიღე სიგნალი, რომელიც მეტია -50-ზე, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში მე მაქვს საუკეთესო სიგნალი, ანუ და მაღალი ხარისხის სიგნალი მაქვს. რაც შეეხება თუ სიგნალის დონე მოთავსებულია -50-დან 60 დეციბელამდე, ეს ნიშნავს, რომ კარგი სიგნალი მაქვს, ხოლო -60-დან -70 დეციბელამდე, ეს ნიშნავს, რომ საკმარისი ანუ საშუალო დონის სიგნალი მაქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სიგნალის დონე მეტია ვიდრე 70, -70 დეციბელი, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მაქვს დაბალი სიგნალის დონე და რა თქმა უნდა, ეს სიგნალის დონე მოქმედებს როგორც სტაბილურობაზე, ასევე Wi-Fi XL-ის გამტარობაზეც. შესაბამისად, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად რაღაც კონკრეტული შენობის ან რაღაც კონკრეტული ტერიტორიის დაფარვა გვინდა სრულად Wi-Fi მოწყობილობებით, ხო? და ამისთვის მხოლოდ ერთი და ძირითად შემთხვევაში ერთი access point-ი ან Wi-Fi მოწყობილობა არ არის ხოლმე საკმარისი, ხო? ამ შემთხვევაში უნდა ავიღოთ მეორე Wi-Fi მოწყობილობა, რომელსაც განვათავსებთ რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში და ის იქნება პასუხისმგებელი იმ კონკრეტული მონაკვეთის დაფარვაზე. და სწორედ აქ შემოდის, რა თქმა უნდა, roaming-ის ფუნქცია. რას გულისხმობს ახლა ეს roaming-ი და რა არის საერთოდ და რას წარმოადგენს? ნახეთ, ობიექტზე ან კონკრეტულ მონაკვეთზე, როდესაც რამდენიმე access point-ი მაქვს საერთებული, შეიძლება, რავი, თანამშრომელი ან კონკრეტული ოპერატორი მოძრაობდეს ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მისმა მოწყობილობამ და შესაბამისად ხდება ესეთი რაღაც, ხო, რომ ერთის მოწყობილობა, რომელიც მას ხელში უჭირავს ან ნოუთბუქი იქნება ეს პლანშეტი იქნება თუ smartphone იქნება, მოძრაობს access point-ებს შორის, ხო? და შეიძლება ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ან ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთ access point-ზეა დაერთებული, მეორე კონკრეტულ მონაკვეთში მეორე access point-ზეა დაერთებული და ასე შემდეგ. თუმცა აი აქ უკვე roaming-ი გვეხმარება იმაში, რომ როდესაც მომხმარებელი გადადის ერთი access point-დან მეორე access point-ზე, მომხმარებელმა არ იგრძნოს წყვეტა, ან წყვეტა იყოს იმდენად მინიმალური, რომ ისე რომ ვთქვათ, მომხმარებლის მუშაობა არ შენელდეს, ესე რომ ვთქვათ, ან დაყოვნება არ კონდეს დიდი. roaming-ის მუშაობის პრინციპი არის შემდეგნაირი. როდესაც მობილური device-ი იღებს Wi-Fi სიგნალს კონკრეტული access point-დან და როდესაც იგრძნობს, რომ ეს სიგნალი ნელ-ნელა მცირდება და სხვა მეორე მხრიდან მისდის უკეთესი სიგნალი, რა თქმა უნდა, ის აგზავნის მოთხოვნას პირველ access point-დან და ეს access point-ი ვალდებულია და აკეთებს შემდეგ რაღაცას, რომ მეზობელ access point-ს უგზავნის ამ მოწყობილობისთვის შესაბამის აუდენტიფიკაციის პარამეტრებს. როდესაც მეზობელი access point-ი მიიღებს უკვე ამ აუდენტიფიკაციის პარამეტრებს, ხდება ესეთი რამ, რომ ჩემს მობილურ device აღარ ჭირდება უკვე მეორე access point-ზე ხელახალი აუდენტიფიკაცია და შესაბამისად ესეთ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ერთი წერტილიდან მეორეზე გადასვლის დროს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ტექნოლოგიები, რაც
რადგან ახლა მე ვისაუბრე, აუმჯობესებს ჩვენი Wi-Fi-ის სიჩქარეს, სტაბილურობას და ასე შემდეგ. თუმცა დღესდღეობით უკვე გვაქვს ეგრეთ წოდებული Wi-Fi 6 და Wi-Fi 7-ის მოწყობილობები, რომლებშიაც მკვეთრად არის გაუმჯობესებული გარკვეული ტექნოლოგიები და სტანდარტები. დავიწყოთ მოდი ჯერ Wi-Fi 6-დან, ვთქვათ რა ტექნოლოგიები და რა სტანდარტები არის ჩადებული Wi-Fi 6-ში და რითი არის გაუმჯობესებული წინა თაობის Wi-Fi-ებთან შედარებით. პირველი რაც Wi-Fi 6-ში ხდება, და არ ხდება წინა თაობის Wi-Fi-ებში, ეს არის OFDMA. რას გულისხმობს ახლა ეს და როგორ მუშაობს? პირველ რიგში ეს არის გაუმჯობესებული ვარიანტი წინა თაობებში მყოფი OFDM ტექნოლოგიის. ამ დროს ნახეთ რა ხდება, არხი იყოფა პატარა კარიერებად, ანუ პატარა-პატარა სეგმენტებად, დავარქვათ კარიერი ამ სეგმენტს. თითოეულ კარიერში ხდება კონკრეტული ერთი სიმბოლოს გადაცემა. და შესაბამისად კარიერების რაოდენობაზე არის დამოკიდებული ის თუ რამდენად სწრაფად იცვლება ინფორმაცია მოწყობილობებს შორის. რაც შეეხება უკვე მაგ პრინციპით მუშაობს ძველი OFDM ტექნოლოგია. რაც შეეხება ახალ OFDMA ტექნოლოგიას, აქ ხდება შემდეგი რაღაცა, რომ კარიერების ზომა შემცირებულია, ანუ უფრო პატარა ზომის კარიერები მაქვს და შესაბამისად რაოდენობა მაქვს გაზრდილი 4-ჯერ. Wi-Fi 6-ის შემთხვევაში, ხოლო Wi-Fi 7-ის შემთხვევაში უფრო მეტჯერ, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი ამ კარიერების რაოდენობა. და აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩამატებული და ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ თითოეულ კარიერზე მე შემიძლია გადავცე რაღაც კონკრეტული სიმბოლო, ეს ერთი და მეორე თითოეული კარიერი შემიძლია გამოვიყენო იმისთვის, რომ დაუკავშირდე უშუალოდ რაღაცა კონკრეტულ მოწყობილობას და იმასთან მოვახდინო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის როგორც ჩემი Wi-Fi-ის ქსელის სტაბილურობას, ასევე გამტარუნარიანობასაც. შემდეგი ტექნოლოგია არის Target Wait Time, ესეთი ტექნოლოგია, რომელიც Wi-Fi 6-ში ხდება და მისი მუშაობის მთავარი პრინციპი არის რა, რომ გავზოგოთ მობილური დევაისების ენერგიის მოხმარება. და ეს ტექნოლოგია იდეალური არის ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქსელში გვაქვს ეგრეთ წოდებული IoT დევაისები, ხო, ჭკვიან smart devices რო ეძახიან ამ devices-ებს საუბრობ. მუშაობის პრინციპი არის შემდეგნაირი. მუშაობის პრინციპი არის ესეთი, რომ მოწყობილობა თუ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ გადასცემს ან არ იღებს რაღაცა კონკრეტულ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ის გადადის ეგრეთ წოდებულ sleep რეჟიმში. ეს გულისხმობს იმას, რომ აქ იზოგება უშუალოდ მოწყობილობის ელექტროენერგიის მოხმარება. თქვენ შეიძლება აქ პარალელურად გავვროთ ერთ-ერთ ტექნოლოგიასთან, რომელიც პარალელურად გავვლოთ ერთ-ერთ ტექნოლოგიასთან, OTDMA ტექნოლოგიასთან, ხო? ეს რას გულისხმობს ეს ტექნოლოგია და მოდი ეს ორი ტექნოლოგია შევადაროთ ერთმანეთს, ხო? OTDMA ტექნოლოგია აკეთებს ეგრე შემდეგ რაღაცას, რომ ყველა მოწყობილობას, აბსოლუტურად ყველა მოწყობილობას გამოუყოფს რაღაცა კონკრეტულ დროს, რა დროშიაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და რა დროშიაც ხდება ინფორმაციის მიღება კონკრეტული მოწყობილობისგან. აი აქ უკვე Target Wait Time ტექნოლოგიაში მსგავსი რაღაცა არ ხდება. მოდი აი უფრო კარგად რო ავხსნათ და შევადაროთ ეს ორი ტექნოლოგია ერთმანეთს, წარმოვიდგინოთ დიდი აუდიტორია, სადაც გვაქვს მიკროფონი და ამ მიკროფონზე უნდა მიიღონ გამოსვლებმა წვდომა. ხო? OTDMA ტექნოლოგიის შემთხვევაში ხდება მსგავსი რაღაც, რომ მე განსაზღვრავ თუ რომელი გამოსვლელი რა დროით იყოს მიკროფონთან, შესაბამისად რა დროით შეეძლოს ინფორმაციის გაცემა ან აუდიტორიისგან უკავშირის მიღება. ხოლო TWT ტექნოლოგიაში მსგავსი რაღაცა არ ხდება. აქ ხდება შემდეგი რაღაცა, მე განსაზღვრავ
თუ რა დროში, ანუ რა კონკრეტულ მომენტში უნდა შემოვიდნენ ამ აუდიტორიაში ჩემი გამომსვლელები. თუმცა მიკროფონთან წვდომას ეს რა თქმა უნდა არ განსაზღვრავს და მიკროფონთან წვდომა ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიის საშუალებით, მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი ტექნოლოგია არის Carrier Sense Multi-Access Collision Detection-ი, რასაც ვეძახით, და მის მუშაობის პრინციპი არის შემდეგი, რომ ის უყურებს რაღაც კონკრეტულ არხს და თუ არხი თავისუფალია, მხოლოდ მაშინ გადასცემს ინფორმაციას მოწყობილობა და თუ არხი დაკავებულია, რა თქმა უნდა, ის ელოდება იმას, თუ როდის განთავისუფლდება არხი. ანუ ჩვენი შემთხვევა რო ავიღოთ, თუ რომელიმე გამოსვლელი ხედავს, რომ მიკროფონი დაკავებულია, რა თქმა უნდა, ის ელოდება, სანამ მიკროფონი განთავისუფლდება და აი ამის შედეგად ხოლო რო განთავისუფლდება, მე უკვე თვითონ მივა მიკროფონთან და გადასცემს რაღაცა კონკრეტულ ინფორმაციას. ესე რო ვთქვათ და მარტივი შედარება რო გავაკეთოთ, TWT არ აკეთებს რაღაცა დროის მენეჯმენტს, ხო, Windows-ის და რა დროს უნდა ილაპარაკოს, ხოლო მეორე ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, უკვე აკეთებს დროის მენეჯმენტს და ყველა მოწყობილობას აქვს შესაბამისი გადაცემის დრო. და გამოყოფილი დრო თუ რა დროით უნდა ილაპარაკოს და რა დროით უნდა კონდეს ინფორმაციის გადაცემა. შემდეგი ტექნოლოგია არის BSS coloring ტექნოლოგია. და მოდი ვთქვათ ახლა ეს რა ტექნოლოგია არის და ისიც რომ კარგად გავიგოთ და კარგად მისახვედრი იყოს თქვენთვის, ისევ ავიღოთ დიდი აუდიტორიის მაგალითი და ჩავთვალოთ მსგავსი რაღაცა, რომ ამ აუდიტორიაში მე მყავს 100 ან 200 ადამიანი ერთად შეკრებილი და ყველა ეს ადამიანი ლაპარაკობს ერთდროულად. ხო, ერთდროულად ერთ და იგივე ხმის ტემპზე და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე წარმოქმნის ქაოსს. და მე თუ მინდა მაგალითად რაღაცა კონკრეტული რაღაც ინფორმაცია გაუცვალოთ ჩემ მეზობელს, რა თქმა უნდა, ან მეგობარს, რა თქმა უნდა, ეს ხმაური ხელს მიშლის და შეიძლება ჩემმა დაძახებულმა ან ჩემმა ინფორმაციამ მეგობრამდე ან დამახინჯებული სახით მიაღწიოს, ან საერთოდ ვერ გაიგოს, რას ვეუბნები ამ ჩემ მეგობრს, ხო? ამის solution-ი, რო დავარქვათ, არის რა? რომ მე შემიძლია ეს 200 კაციანი ჯგუფი დავყო პატარ-პატარა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ჩავაცვა სხვადასხვა ფერის მაიკები. მაგალითად, გავაკეთო ერთი ჯგუფი, 10 კაციანი ჯგუფი, მაგალითისთვის ვამბობ, რომელსაც ჩავაცვებ წითელ მაისურს, მეორე ჯგუფი გავაკეთო, რომელსაც მწვანე მაისურს ჩავაცვებ, მესამე ლურჯს და ასე შემდეგ. ეხლა ეს რის საშუალებას მომცემს მე? მე მაგალითად თუ ვიმყოფები წითელ ჯგუფში ან რომელიმე სხვა ფერის ჯგუფში, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მოვისმენ და მოусმენ მხოლოდ წითელი ჯგუფში მყოფ წითელი ჯგუფში მყოფ ადამიანებს. ხოლო სხვა ჯგუფებიდან წამოსულ ხმაურს დავაიგნორებ, ყურადღებას არ მივაქცევ. და რა თქმა უნდა ეს მოაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ინფორმაციის გაცვლა უფრო სწრაფად მოხდეს და ინფორმაციის დამახინჯება არ მოხდეს, ან დაყოვნება არ მქონდეს დიდი ხანი რაღაც კონკრეტულ მომენტში. მოდი ეს ყველაფერი ახლა გადავიტანოთ ჩვენი Wi-Fi ქსელების სიტუაციაში, ხო? წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ ორი Wi-Fi access point-ი ან Wi-Fi მოწყობილობა აყენია ერთმანეთთან ახლოს და ორივე ფუნქციონირებს ერთ და იგივე channel-ს. ანუ ერთ და იგივე არხს იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად ან მისაღებად. ხო? ამ შემთხვევაში ისინი ქმნიან ერთ დიდ ოთახს, ხო? რაზეც წეხან ვისაუბრეთ, ხო? შესაბამისად, რაღაც მოწყობილობები არიან ერთ access point-ზე დაერთებულები, რაღაც მოწყობილობები არიან მეორე access point-ზე დაერთებულები და ხდება ის, რომ რაც უფრო იზრდება მოწყობილობების რაოდენობა, მოწყობილობებს უწევთ, რომ უფრო დიდი ხნით დაიცადონ იმისთვის, რომ ინფორმაცია გადასცენ, ან იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი მოწყობილობა მაქვს ქსელში, იმის ალბათობა, რომ კოლიზია მოხდეს ან ინფორმაცია დამახინჯდეს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. BSS coloring-ი გვეხმარება ზუსტად მსგავსი პრობლემის მოგვარებაში და ახლა ვნახოთ, მოდი როგორ აკეთებს ამ ყველაფერს. თითოეული access point-ი თავის კონკრეტულ არხს ანიჭებს რაღაც კონკრეტულ ფერს.
მაგალითად წითელს, მაგალითად ყვითელს ან ლურჯს, ხო? თუმცა არ გქონდეთ წარმოდგენა ესე, რომ მართლა რაღაცა ფერები ენიჭება. ეს არის უბრალოდ რაღაც კონკრეტული კოდები, რომელიც ედება უშუალოდ რაღაც კონკრეტული access point-ის უშუალო არხს. შესაბამისად, იმ access point-ზე, რომელიც არის მაგალითად მონიშნული კოდ 12-ით, ხო? ჩავთვალოთ, რომ კოდ 12 არის წითელი, ხო? ხოლო კოდ 19 არის ლურჯი. შესაბამისად, იმ მოწყობილობებზე, ის მოწყობილობები, რომლებიც უკავშირდებიან პირველ access points, ისინი ინიშნებიან და წევრიანდებიან კოდ 12-ის ქვეშ და რა თქმა უნდა, მეორე access point-ის მოწყობილობები ერთიანდებიან კოდ 19-ის ქვეშ, ხო? და ხდება ესეთი რაღაცა, რომ თუ ერთმა მოწყობილობამ მიიღო მეორე მოწყობილობისგან ესე რომ ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული პაკეტი, ხო? შეხედავს კოდს და რადგან კოდი განსხვავებულია ამათ შორის, ის დაიგნორებს ამ ყველაფერს და მაინც დაიწყებს ინფორმაციის გადაცემას და რა თქმა უნდა, ეს საშუალებას მაძლევს, რომ აი ეს დაყოვნებების რაოდენობა, დაყოვნებების დრო შევამცირო და საშუალებას მომცემს ასევე იმისას, რომ სიგნალი უფრო სტაბილური გავხადო და ხელშიშლები უფრო ნაკლები იყოს ჩემს Wi-Fi ქსელში. შემდეგი რაზეც უნდა ვისაუბროთ, აუცილებლად, ეს არის უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც უკვე გაუმჯობესებულია Wi-Fi 6-ში და Wi-Fi 7-შიაც მათ შორის. ეს არის WPA3 ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს Wi-Fi ქსელის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ კარგად მივხვდეთ, როგორ მუშაობს ეს და რა ფუნქციონალი აქვს და რა უპირატესობები აქვს, უნდა გავიხსენოთ, როგორ მუშაობდა WPA2 ტექნოლოგია. მუშაობის პრინციპი პირველ შემთხვევაში იყო ესეთი, რომ რა რაოდენობა მოწყობილობებისაც არ უნდა დაერთებულიყვნენ Wi-Fi-ის ქსელზე, ყველა გადიოდა access point-თან აუდენტიფიკაციას და მათი key ან გასაღები, რისი საშუალებითაც ხდებოდა შიფრაცია და ინფორმაციის გაცვლა, ყველა იყო ერთი და იგივე. ანუ ერთი და იგივე გასაღებით ხდებოდა ინფორმაციის დაშიფრვა და განშიფრვა აბსოლუტურად ყველა მოწყობილობასთან. რაც შეეხება უკვე WPA3-ის შემთხვევაში, აქ უკვე პრინციპი შეიცვალა და უკვე სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი და ხდება შემდეგნაირად, რომ ყველა მოწყობილობა აბსოლუტურად ამყარებს გადის ინდივიდუალურად აუდენტიფიკაციას და ყველა მოწყობილობას აქვს ინდივიდუალური key, რისი საშუალებითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და ინფორმაციის შიფრაცია. და ეს რა უპირატესობას მაძლევს, ხო? თუ რომელიმე დავუშვათ ესეთი სიტუაცია, რომ თუ რომელიმე მოწყობილობის key დაირღვა ან გატყდა, ხო? ვიღაც თავდამსხმელის მიერ, ამ შემთხვევაში სხვა მოწყობილობები მაინც უსაფრთხოდ იქნებიან, იმიტომ რომ მათი განსხვავებულია ყველასგან. და ასევე არის შიფრაციის მექანიზმი, აქ უკვე WPA3-ში 192 ბიტიანი შიფრაციის გასაღები მაქვს და ამით ხდება, რა თქმა უნდა, ინფორმაციის შიფრაცია. და რაც უფრო და ეს ყველაფერი მაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ძლიერი და რთული კოდი დავაგენერირო რაღაცა კონკრეტულ მოწყობილობებთან. აუცილებელია, როდესაც Wi-Fi-ზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ შევეხოთ მოდულაციასაც. რა იგულისხმება ახლა რა არის ეს მოდულაცია და რა წარმოადგენს? ჩვენ ვიცით და ალბათ უმრავლესობა თქვენთაგან მაიცით, რომ ზოგადად ელექტრული მოწყობილობები, როგორც არის მაგალითად კომპიუტერი, ტელეფონი, როუტერი, სვიჩი, Wi-Fi-ის access point-ი, საუბრობენ და ისმით მხოლოდ ორობითი ათვლის სისტემა, ანუ ერთები და ნულები და შესაბამისად ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიან ამ ერთების და ნულების საშუალებით. შესაბამისად ეს ერთები და ნულები რომ გადაიცეს სხვადასხვა გარემოში და რა იგულისხმება, ხო, ეს გარემო სხვადასხვა კაბელის ტიპში ან სხვადასხვა კავშირის ტიპში რომ გადაიცეს, აი ამისთვის გვჭირდება უკვე მოდულაცია. მოდულაცია განსაზღვრავს თუ რაღაცა კონკრეტული ერთების და ნულების მიმდევრობა, როგორ უნდა ჩაიდოს მაგალითად
ოპტიკურ კაბელში, როგორ უნდა ჩაიდოს სტანდარტულ უწყვილში, ან როგორ უნდა გადაიცეს Wi-Fi სიგნალის საშუალებით. აა მოდი ის პირველი ორი ჯერჯერობით ამ კონკრეტულ ეტაპისთვის ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არის მოდულაცია, როგორ ხდება მოდულაცია Wi-Fi-ის ქსელების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოდულაციის ტიპი. ერთი არის სიფრული მოდულაციის ტიპი, მეორე არის ამპლიტუდური მოდულაციის ტიპი და მესამე არის ფაზური მოდულაცია. მოდი ვთქვათ ახლა რას წარმოადგენს თითოეული მათგანი. სიხშირული მოდულაციის დროს იცვლება ტალღის სიხშირე და შესაბამისად ამით ხდება ინფორმაციის გადაცემა ერთი წერტილიდან მეორეს. აი მაგალითისთვის რომ დავუკვირდეთ ახლა ჩვენს კონკრეტულ სურათს, ხო? გვაქვს რაღაცა ერთების და ნულების მიმდევრობა 0 1 0 1 0, ხო? და გვაქვს რაღაც Wi-Fi-ის სიგნალი. ხო, Wi-Fi-ს აქვს ამ შემთხვევაში ტრანსმიტ სიგნალი, გადამტანი სიგნალი, ხო, რომელსაც გადააქვს ინფორმაცია ერთი წერტილიდან მეორეს. ნახეთ, აი შესაბამისად თუ მე მინდა რომ გადავწე ერთიანი, ან გადავწე ნულიანი და ვიყენებ სიხშირულ მოდულაციას, ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვაკეთებ ტალღის სიხშირის ცვლით, ხო? მაგალითისთვის თუ მინდა რომ ნულიანი გადავწე რაღაცა კონკრეტული ტალღის სიხშირეს, თუ მინდა რომ ერთიანი გადავწე, ვზრდი ან ვამცირებ, ხო? ამ შემთხვევაში გაზრდილია სიხშირე, ხო? და სიხშირე სიხშირე გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ მივიღება როცა გაზრდილი სიხშირით მიიღო რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, მივხვდა, რომ ის არის ერთიანი, ხო? მერე შემცირდა სიხშირე, ეს ნიშნავს, რომ მიიღო ნულიანი და ასე შემდეგ. ამპლიტუდური მოდულაციის შემთხვევაში ზუსტად ანალოგიური ხდება, უბრალოდ იცვლება ეგრეთ წოდებული ტალღის ამპლიტუდა, ხო? ანუ მაქსიმალური გადახრის წერტილი რაღაც კონკრეტულ მომენტში, ხო? თუ ნულიანი მაქვს რაღაც ამპლიტუდა, თუ ერთიანი მაქვს რაღაცა კონკრეტული ამპლიტუდა, ხო? და რასაც რა თქმა უნდა მივიღები ამით ხდება რა კონკრეტული ინფორმაცია გაუგზავნე, ერთიანი თუ ნულიანი. და ასევე რა თქმა უნდა ფაზური მოდულაცია, სადაც იცვლება უშუალოდ ფაზა, ხო? ფაზები იცვლება და რა თქმა უნდა ამით ხდება ინფორმაციის გადაცემა ერთი წერტილიდან მეორეზე. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ მარტო ერთი კონკრეტული მოდულაცია კი არ გამოვიყენოთ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? არამედ გამოვიყენოთ კომბინირებული სახე, ხო? მაგალითად ფაზური მოდულაციას პლუს ამპლიტუდური მოდულაცია, ხო? და ეს საშუალებას მაძლევს, რომ უფრო დიდი რაოდენობით ინფორმაცია გადავცე. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ Wi-Fi 6-ზე საუბრობთ, ხო, Wi-Fi 6 იყენებს 1024 ხამ მოდულაციის მეთოდს და მისი წინამორბედები, მაგალითად AC სტანდარტი იყენებდა 256 ხამ მოდულაციას. რა სხვაობაა ახლა ამათ შორის რა? პირველ რიგში სხვაობა არის 1 ჰერცში გადაცემული ბიტების რაოდენობა და ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, ხო? როდესაც მაგალითად 256 ხამს ვიყენებდით, ჩვენ შეგვეძლო რომ 1 ჰერცში გადაგვეცვა მხოლოდ 8 ბიტი, ხოლო 1024 ხამში ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ უკვე 10 ბიტი ერთ კონკრეტულ ჰერცში. და რა თქმა უნდა ეს ზრდის ჩვენი Wi-Fi-ის გამტარობას. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იდეაში უფრო დახვეწილი არის Wi-Fi 6-ში, ეს არის MU-MIMO ტექნოლოგია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ MU-MIMO არ არის ახალი ტექნოლოგია, ეს არის საკმაოდ დიდი ხნის ტექნოლოგია და სხვადასხვა Wi-Fi-ის მოწყობილობები იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას და თუმცა Wi-Fi 6-ში ეს უფრო დახვეწილი არის და მოდი ვთქვათ რაში გამოიხატება ეს დახვეწილობა და რითი არის გაუმჯობესებული უფრო. პირველ რიგში, სანამ აი ამაზე საუბარს დავიწყებთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს ზოგადად Wi-Fi ქსელები, ხო? წინაზე რამდენიმე ხნის წინ უკანაც ვახსენეთ, რომ ისინი მუშაობენ How2Plex ტექნოლოგიაზე და რაც გულისხმობს რას, რომ ინფორმაციის გადაცემა და მიღება მიმდინარეობს ორივე მიმართულებით, მაგრამ მიმდინარეობს მორიგეობით, ხო? ჯერ ერთი გადასცემს, მერე მეორე, მერე მესამე და ასე შემდეგ.
ანუ და ინფორმაციის გადაცემაც ხდება დაახლოებით იმ პრინციპით, დაახლოებით არა, ზუსტად იმ პრინციპით, როგორი პრინციპითაც მუშაობს რაცია, ხო? რაციის შემთხვევაშიც ხო ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, ხო? ჯერ ერთი გადაცემს, მეორე იღებს, მეორე გადაცემს, პირველი იღებს, ხო? აა ამ შემთხვევაში, როდესაც Wi-Fi მუშაობს, რადგან Wi-Fi მუშაობს Hall-to-Patch ტექნოლოგიაზე, ხდება გვაქვს ესეთი მოცემული, რომ თუ მაგალითად 10 მოწყობილობა არის დაერთებული ქსელზე, Wi-Fi ქსელზე, ჩემი Wi-Fi access point, ანუ Wi-Fi მოწყობილობა ჯერ ემსახურება ერთს, იმისგან იღებს ინფორმაციას, მერე გადასცემს, მერე მეორეს, მერე მესამეს და ასე შემდეგ. მუმიმოს ტექნოლოგია რის საშუალებას მაძლევს, ნახეთ. მუმიმოს ტექნოლოგია მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი არხი, ანუ ის გადაცემის ზოლი, დავყო პატარ-პატარა მონაკვეთებად და ერთდროულად მოვემსახურო არა მხოლოდ ერთ მომხმარებელს, არამედ მოვემსახურო მაგალითად ორი მომხმარებელს, 4 მომხმარებელს, ხო? და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მუმიმოს მხარდაჭერა აქვს ჩემს კონკრეტულ მოწყობილობას. მაგალითად, აქამდე არსებობდა 2x2 მუმიმო, 3x3 მუმიმო, ხო? და 4x4 მუმიმოც მაგალითად. და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ნიშნავს, რომ 2x2 მუმიმო ნიშნავს, რომ ორ მომხმარებელს შეუძლია ერთმანეთთან გაცვალ, ორ მომხმარებელს შეუძლია მოემსახუროს ჩემი Wi-Fi-ის access point-ი, 4 ნიშნავს, რომ 4-ს, 3 ნიშნავს, რომ 3-ს. Wi-Fi 6-ში ეს რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწა და აქ უკვე ხვდებით 8x8 მუმიმოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩემს მოწყობილობას შეუძლია 8 მომხმარებელს ერთდროულად გაუგზავნოს ან 8 მომხმარებლისგან ერთდროულად მიიღოს რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია. შემდეგი არის უკვე ესეც რა თქმა უნდა გავრცელებული ტექნოლოგია არის beamforming ტექნოლოგია. ამას სხვათა შორის იყენებს სხვა სტანდარტებიც იყენებენ, არ იყენებს მხოლოდ Wi-Fi 6, აი ასევე იყენებს AC სტანდარტიც. და ეს აქ რა ხდება, რა წარმოვიდგინოთ, აქ ხდება რა, რომ სხივის ფორმირება ხდება რაღაცა კონკრეტული მიმართულებით. და როგორ ხდება ახლა ეს სხივის ფორმირება? ეს შემთხვევაში აქ გონიათ ხოლმე, რომ რაღაც მოძრავი ანტენები არის Wi-Fi-ში ჩაყენებული ან რაღაცა და ის ტრიალებს რაღაც კონკრეტული მიმართულებით. რეალურად ეგრე არ არის. აქ ხდება სიგნალის გაძლიერება უბრალოდ რაღაც კონკრეტული მიმართულებით. წარმოვიდგინოთ, beamforming-ის შემთხვევაში ჩემი ანტენა, ანუ მაქვს Wi-Fi ანტენა და შიგნით მაქვს რამდენიმე კომპონენტი, 4, 8, 10, 16, რამდენიმე კომპონენტი მაქვს, ხო? პირველ რიგში, რასაც ჩემი Wi-Fi მოწყობილობა აკეთებს, განსაზღვრავს მანძილს კონკრეტულ მოწყობილობამდე, ანუ რა მანძილით არის დაშორებული კონკრეტული მოწყობილობა, განისაზღვრება პირველ რიგში ეგ და შესაბამისად მანძილის დამოკიდებულებით ძლიერდება სიგნალი. ნახოთ ახლა ეგ როგორ ხდება, ნახეთ. მაქვს მაგალითად ერთი ანტენა და მეორე ანტენა. პირველი ანტენა დაიწყებს რაღაც ინფორმაციის ტალღის დაგენერირებას და მეორე ანტენა ამ კონკრეტულ მონაკვეთში აკეთებს დაყომებას, ხო? როგორც კი ეს სიგნალი მივა მეორე ანტენასთან, ისიც ზუსტად იგივე სიხშირის და იგივე სიმძლავრის ტალღის დაგენერირებას დაიწყებს, მოხდება ეგრეთ წოდებული ამ ტალღების ერთმანეთზე გადადება და შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით მაქვს უფრო ძლიერი სიგნალი, ხო, ვიდრე სხვა მიმართულებით. ხო, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნახეთ, როცა აი აქ გვაქვს რაღაცა კონკრეტული წერტილი, რომელსაც უკავშირდებით, ამ კონკრეტული მიმართულებით მაქვს უფრო ძლიერი სიგნალი, ვიდრე სხვა მიმართულებით და ეს არ გულისხმობს იმას, რომ აი აქ, აი ამ მაგალითად აი ამ წერტილში ან აი ამ წერტილში არანაირი სიგნალი არ მაქვს. არა, აქაც არის რა თქმა უნდა რაღაც კონკრეტული ალღა, რაღაც კონკრეტული სიგნალი მაქვს, თუმცა უფრო ძლიერი სიგნალი მაქვს კონკრეტულად აი ამ მონაკვეთში. სიხშირული დიაპაზონები, ხო? რა თქმა უნდა, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, როდესაც საუბრობთ მაგალითად
2 გიგაჰერცზე ან როდესაც ვსაუბრობთ 5 გიგაჰერცზე ან 6 გიგაჰერცზე ან სიხშირულ დიაპაზონზე, აქ სიხშირეზე, აქ არის გულისხმება რაღაცა კონკრეტული ერთი კონკრეტული სიხშირე, ხო? აქ იგულისხმება კონკრეტული სიხშირული დიაპაზონი, აი აქედან, აი აქამდე, ხო? რაღაც რეინჯი. თქმა უნდა, Wi-Fi 6 შემთხვევაშიაც ზუსტად ასე არის და ეს სიხშირული დიაპაზონები ერთმანეთისგან განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. და ამ შემთხვევაში საქართველო ხდება იმ კონკრეტულ რეგიონში, სადაც ჩვენთვის გამოყოფილია სიხშირული დიაპაზონი 5925-დან 6425 მეგაჰერცამდე. კარგით, ეს იყო რაც იდეაში Wi-Fi 6-ზე შეგვიძლია ვგეთქვა და ის კონკრეტული გაუმჯობესებებებზე გვესაუბრა. ეხლა მოდით ვისაუბროთ Wi-Fi 7-ზეაც. მანქაც რა თქმა უნდა გვაქვს რაღაც კონკრეტული ტიპის გაუმჯობესებები და ასევე გვაქვს რაღაც კონკრეტული ტიპის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩადებულია Wi-Fi 7-ში და ის აძლევს მას უფრო მეტ სტაბილურობას. დავიწყოთ პირველი. Multi-link operation. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც დევს და ჩაიდო უკვე Wi-Fi 7-ის ტექნოლოგიაში. მოდი გავიაზროთ ახლა ეს რას გულისხმობს, ნახეთ. ძველ Wi-Fi-ებში, თუნდაც Wi-Fi 6-ში ან Wi-Fi 8 სტანდარტში ან უფრო გვიანდელ თაობებში, სიტუაცია ჰქონდა ესეთი. შეიძლება Wi-Fi-ის access points ქონოდა ორი სიხშირე, მაგალითად მუშაობდა 2.4 გიგაჰერცზეც და მუშაობდა 5 გიგაჰერცზეც, მაგრამ მოწყობილობა უკავშირდებოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიხშირულ ზოლს, ხო? მაგალითად 5 გიგაჰერცს ან 2.4 გიგაჰერცს. Wi-Fi 7-ში უკვე ჩაიდო ტექნოლოგია multi-link operation-ი, რომელიც საშუალებას მაძლევს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჩემი მოწყობილობა მობილური დევაისი დაუკავშირდეს არა ერთ, არამედ რამდენიმე სიხშირეს. მაგალითად დაუკავშირდეს 2.4-საც, 5 გიგაჰერცსაც და 6 გიგაჰერცსაც ერთდროულად. აქ არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ერთდროულად შეუძლია დაუკავშირდეს ამ ყველაფერს. და რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გაუმჯობესებას იძლევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს აუმჯობესებს. პირველი, სტაბილურობა გაუმჯობესებს, იმიტომ რომ რომელიმე სიგნალი თუ დამეკარგა რაღაც კონკრეტულ მომენტში, კავშირი არ გამიწყდება. მეორე, გამტარუნარიანობას და მესამე არის ის, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მაძლევს, რომ ჩემმა Wi-Fi მოწყობილობამ იმუშაოს როგორც full duplex ტექნოლოგია. მოდი ვთქვათ ახლა რას გულისხმობ ამაში. ნახეთ, multi-link operations აქვს ორი მნიშვნელოვანი მომენტი. Simultaneous transfer mode, რაც გულისხმობს რას, ნახეთ. მაქვს ორი სიხშირე, მაგალითად 2.4 გიგაჰერცი და მაქვს 5 გიგაჰერციანი სიხშირული ზოლი და ჩემი მობილური დაკავშირებულია ორივე მათგანზე. ამ შემთხვევაში ერთი ზოლი, მაგალითად 2.4 გიგაჰერცი, გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გადავცე, ხოლო მეორე ზოლი გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია მივიღო. ანუ ვიღებ იმას, რომ მე მაქვს ამ შემთხვევაში სრული full duplex კომუნიკაცია ხო. და full duplex-იც, რავი, ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, რასაც ნიშნავს, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ორივე მიმართულებით ერთდროულად. და რაც შეეხება მეორე რეჟიმს, უკვე აქაც ანალოგიური სიტუაცია მაქვს. ისევ მობილური მოწყობილობა ორივე ორ სიხშირულ დიაპაზონზეა დაერთებული და ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა ხდება ორივეზე ერთდროულად. ანუ მაგალითად 2.4 გიგაჰერციაც გადავცემ რაღაც ინფორმაციას და 5 გიგაჰერციაც გადავცემ ინფორმაციას. ხო? ანუ ორივე ზოლს ვიყენებ გადაცემისთვის. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩემი მოწყობილობა მუშაობს ისე როგორც half duplex-ი, თუმცა მეზდება ინფორმაციის გადაცემის, ანუ მეზდება bandwidth-ში, ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ უფრო მეტ ინფორმაციას გადავცემ დროის მოკლე მონაკვეთში. შემდეგი ტექნოლოგია, რაც უკვე Wi-Fi 7-ში არის ჩადებული, მოიცავს შემდეგ რაღაცას, ხო? რომ
გავაკეთოთ ახლა პარალელი შედარება რო გავაკეთოთ, რა განსხვავება იყო ძველსა და ახალი Wi-Fi 7-ის მოწყობილობებს შორის. წარმოიდგინეთ, მაქვს რაღაც კონკრეტული სიხშირული ზოლი, სადაც რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია გადაიცემა, ხო? ან უფრო მაგალითით აგიქნით უფრო გასაგები რო იყოს, მაქვს რაღაცა გზა, რომელიც შედგება რამდენიმე ზოლისგან და ამ გზაზე მოძრაობს რაღაც რაოდენობა მანქანების, ხო? მაგალითად, ეს გზა არის 4 ზოლიანი. თუ ამ გზაზე მოხდა ავარია, ხო? წინა თაობის ადრე ხდებოდა ესე, რომ მთლიანი გზა გადაიჭეტებოდა, ან მაგალითად 4 ზოლისგან გადაიჭეტებოდა 2 ზოლი, ხოლო 2 დაიწყებდა ისე რომ მანქანების გატარებას, თუმცა ეს რეიტი შემიმცირდებოდა, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ხდება Wi-Fi 7-ის შემთხვევაში უკვე სხვანაირად ხდება, ხო? ანალოგიურად გზა მაქვს რაღაცა კონკრეტული ზოლები, მაგალითად 4 ზოლი და ამ 4 ზოლზე გადაადგილდებიან რაღაც კონკრეტული მანქანები, ხო? შესაბამისად, თუ ავარია მოხდა, შემოსაზღვრა ხდება მთლიანი გზის კი არა, რაღაცა კონკრეტული იმ ადგილის, სადაც უშუალოდ ავარია მოხდა და ეს საშუალებას მაძლევს, რომ ჩემო მანქანება იმ კონკრეტულ ადგილს აუვარონ გვერდი და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად გააგრძელონ გზაზე სიარული. მოდი ახლა ეს გადმოვიტანოთ Wi-Fi-ის შემთხვევაშიაც, ხო? მაქვს რაღაცა სიხშირული დიაპაზონი და ეს სიხშირული დიაპაზონი შედგება რაღაც კონკრეტული ხო, რაღაც კონკრეტული რეინჯის, ხო? თუ სადღაც რაღაც კონკრეტულ მომენტში მე მქონდა ინტერფერენცია ძველ Wi-Fi-ებში, მაგალითად Wi-Fi 6-ში ან Wi-Fi სტანდარტში, ხდებოდა ისე, რომ ეს სიხშირე ან მთლიანად ხელმიუწვდომელი იყო და ვერ გამოვიყენებდი ვერც ერთ შემთხვევაში, ან იმიტომ რომ დავინძურება მექნებოდა მაღალი, ან მეორე ვარიანტი იყო, რომ მეცვლებოდა მოდულაცია და შესაბამისად უკვე იმ რაოდენობა ტრაფიკს ვერ გავატარებდი, რაც მე მჭირდებოდა. Wi-Fi 7-ის შემთხვევაში უკვე ეგ გამოსწორებულია ეგ ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ სადღაც შეიძლება მქონდეს ინტერფერენცია, ის კონკრეტული ადგილი ესე ვთქვათ ამოიჭრება და მოისაზღვრება და მთლიანი ზოლი მაინც ხელმისაწვდომი დარჩება და შესაბამისად ეს არ შემიცირებს ან მნიშვნელოვნად შემიცირებს რაღაც კონკრეტულ გამტარუნარიანობას. რაც შეეხება უკვე მოდულაციას, ჩვენი Wi-Fi 7 იყენებს 4K მოდულაციას და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ კონკრეტულ 1 ჰერცში გადავცეთ არა 10, არამედ 12 ბიტი და რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ქსელის გამტარუნარიანობას. შემდეგი რაც არის და რაც გაუმჯობესებული არის უკვე Wi-Fi 7-ში, ეს არის უკვე ჩანლის გამტარუნარიანობა. აქ მე შემიძლია ავიღო 320 MHz-იანი სიხშირული ზოლი და აი გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ რა სხვაობას მაძლევს და რამხელა სხვაობას მაძლევს რომ მაშინ, როდესაც მე ვიყენებ 320 MHz-იან ზოლს, ხო, სიჩქარე დაახლოებით არის 4.8 Gbps, ხო? თუმცა რა თქმა უნდა ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ მე Wi-Fi-ს 7-ს ვიყიდი, აუცილებლად ეს სიჩქარე მექნება, ხო? ეს არის და ზოგადად როცა Wi-Fi-ს სიჩქარეზე ვსაუბრობთ, ეს არის უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს არის თეორიული მაქსიმუმი. ანუ რას ნიშნავს, რომ ეს არის გატესტილი ისეთ ეს შედეგი არის მიღებული ისეთ გარემოში, სადაც არანაირი ხელშეშლა არ მქონდა, ან იდეალური პირობები იყო შექმნილი და რა თქმა უნდა იქ გაიტესტა. თუმცა რა თქმა ეს ცხრილი ხშირ შემთხვევაში გვაძლევს ხოლმე იმის საშუალებას, რომ ჩვენ დაახლოებით წარმოდგენა შეგვექმნას თუ რომელი Wi-Fi სტანდარტი, ან რომელი Wi-Fi სიხშირული ზოლი როგორ იმუშავებს რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. და ბოლო და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა Wi-Fi 7-ის შემთხვევაშიაც გვაქვს მუმიმო ტექნოლოგია და Wi-Fi 6-ისგან განსხვავებით გვაქვს 16 მუმიმო, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ჩემ მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს 16 მომხმარებელს. მეგობრებო, ეს იყო სულ რაც დღეს მე მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა. მოდით გადავიდეთ კითხვა-პასუხზე და კითხვა-პასუხის მერე აუცილებლად გვექნება ეგრეთ წოდებული გათამაშება და შესაბამისად
თქვენი ჩართულობა აქ უკვე იქნება საჭირო. კი ბატონო, გისმენთ, ვინმეს რაიმე კითხვა ხომ არა გაქვთ? თვით გავხსნი. რაც უკაცრავად გამომრჩა თავიდან რომ მეთქვა, ჩანაწერი აუცილებლად იქნება ჩვენ YouTube Intelcom-ის YouTube გვერდზე, დაიდება რამდენიმე დღეში და ასევე ჩანაწერის ნახვა შეგეძლებათ ჩვენ საიტზე intelcom.net-ზე, რომ შემოგზანდეთ, იქ დაგხვდებათ აუცილებლად ლინკი, სადაც გადახვალთ და ნახავთ ჩანაწერს. აი, ცოტით. აქ არის ესეთი კითხვა, რომ თუ მოწყობილობას არ აქვს Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა, მაშინ ვერ გამოვიყენებთ იმ უპირატესობებს, რაც Wi-Fi 7-ისგან გააჩნია და ნამდვილად ეგრეა, თუ Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა უნდა გქონდეს როგორც კაროს, ან Wi-Fi-ის access points, ან Wi-Fi-ის routers, ასევე უნდა გქონდეს ამის მხარდაჭერა მიმღებ მოწყობილობასაც, ხო? ეს ტელეფონი იქნება თუ სხვა რამე აუცილებელი. ერთი წუთით, აბა შემდეგი კითხვა წავიკითხოთ. კი ბატონო, თუ ნახეთ, აქ არის ესეთი კითხვა, რომ თუ მეზობელი Wi-Fi სიგნალი აღწევს ჩემამდე, მაგრამ სუსტია, ჩემს Wi-Fi-ს მაინც ექნება ხელშეშლა. კი ბატონო, მაინც ექნება ხელშეშლა და რაღაცა კონკრეტულ პრობლემებს გამოიწვევს ქსელში და ესეთი შემთხვევაც, ხო? რა მნიშვნელობა აქვს სუსტი სიგნალია თუ რაღაც ძლიერი სიგნალია, ხელშეშლა, ხო? უფრო მეტსაც გეტყვით, ხო? მე მაგალითად ისეთ შენობაში, სადაც ბევრი ისეთი ადგილია, სადაც მაგალითად ბევრი სარკია, ან ბევრი ისეთი ადგილია, საიდან შეიძლება ტალღის არეკლა მოხდეს, ხო? არეკლილმა ტალღამაც შეიძლება ხელი შეუშალოს Wi-Fi-ის მუშაობას და მივიღოთ ხელშეშლები. კი ბატონო, Wi-Fi 7-ზე თუ არის 6 GHz-ზე ლიცენზირებული სიხშირებია, ხო? თავიდან Wi-Fi 6-ზე ვისაუბრე უბრალოდ ამაზე, ხო? და Wi-Fi 7-ზე აღარ გამისვია ხაზი ამ ყველაფრისთვის და კი ბატონო, ის დიაპაზონი რაც წერან თქვი, აი სლაიდზეც რო ავიდეთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი Wi-Fi 7-ისთვის. რომელი ხელსაწყოები გვირჩევთ, რომ გამოვიყენოთ Wi-Fi-ის ქსელის სკანირებისთვის, ხო? არის რა თქმა უნდა სხვადასხვა ხელსაწყო, რითაც შეგვიძლია ჩვენ დავასკანიროთ Wi-Fi-ის ქსელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რაღაც კონკრეტულ ფინანსებთან არის ხოლმე როგორც წესი დამოკიდებული. დაკავშირებული უკაცრავად. თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც კონკრეტული სურათი შევიქმნათ ჩვენ Wi-Fi-ის ქსელზე, ან იმ კონკრეტულ ადგილზე თუ რა დაბინძურებაა, ხო? მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ხო? და სხვადასხვა მობილური აპლიკაცია არსებობს ამისთვის, მაგალითად ერთ-ერთი არის Wi-Fi Mini, რომელიც ზუსტად მაგას აკეთებს, თუმცა როგორც თქვი, არსებობს უფრო მძლავრი და უფრო ზუსტი ხელსაწყოები, რომლებიც უფრო ზუსტ შედეგს და ზუსტ სურათს მოგცემენ. სიხშირე ავტომატურზე ჯობია რომ გვეყენოს თუ ხელით მივწერთ. რა თქმა უნდა, როდესაც ხელით ვთითებთ, ავტომატური ასაკეთის ნახეთ, თვითონ არჩევს რაღაც კონკრეტულ სიხშირეს, ხო? მაგრამ ჯობია რომ ავარჩიოთ ხელით და ჩვენთვის სასურველი სიხშირე დავაყენოთ ჩვენ. და რატომ? ნახეთ, ავტომატურის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს სიხშირე რა, რაღაცა კონკრეტულ მომენტში. და დაждდეს იმ სიხშირეზე, რომელიც შეიძლება უფრო მეტად დაბინძურებულია, ხო? ამიტომ ეგეთი რაღაცა რო არ მოხდეს, პირველ რიგში როცა Wi-Fi-ს ვაყენებ და Wi-Fi მოწყობილობას ვაყენებ, აუცილებელია რომ აი სკნირება რაღაცნაირად მოვახდინოთ ან სპეციალური მოწყობილობით, ან უბრალოდ რაღაც პატარა აპლიკაციით და ავარჩიოთ
ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული სიხშირე და ის მიუთითოთ ჩვენს არხს უფრო სწორად, არის სიხშირე არხი და ის მიუთითოთ ხელით და ხელით გავწეროთ კონფიგურაცია ჩვენი Wi-Fi მოწყობილობების. ხო, beamforming-ის მხარდაჭერა აქვს AC სტანდარტ Wi-Fi-ის მოწყობილობებს, აქვს 6 Wi-Fi 6 და აქვს Wi-Fi 7. კი ბატონო, მეგობრებო, ძალიან ბევრი კითხვა მოდის და სამწუხაროდ რომ დროში ვეღარ ვეტევით ესე რომ ვთქვათ და მოდი ესე მოვიქცეთ რა. ვინმეს თუ რაიმე კითხვა გაქვთ და ვერ მოახერხეთ ამ კითხვაზე, ან ვერ მოვასწარეთ ამ კითხვაზე პასუხი, შეგიძლიათ მეილზე მოგწეროთ და მეილის საშუალებით გავაკეთოთ კომუნიკაცია და იქ ესე რომ ვთქვათ, გაგცემთ და დაგიბრუნეთ პასუხს ყველა თქვენ დასმულ კითხვაზე. რაც შეეხება ახლა უშუალოდ გათამაშებას. გათამაშების წესი არის ესეთი, მე დავსვავ კითხვას და ვინც პირველი მოასწრებს, რომ გამცეს პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე, ის იქნება გადამარჩებული და გადაეცემა ჩვენი Wi-Fi-ის როუტერი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რომელი Wi-Fi სტანდარტია რომელი Wi-Fi სტანდარტია წარმოდგენილი კი ბატონო MLO ტექნოლოგია. კი ბატონო, Wi-Fi 7-ში არის წარმოდგენილი და მოდი ვნახოთ პირველი ვინ იყო. პირველი იყო ნიკოლოზ აღდგომელი, ჩვენი მეგობარი, რომელმაც რა თქმა უნდა მოიგო ეს Wi-Fi მოწყობილობა და Wi-Fi როუტერი. ნიკოლოზ, შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს შაბათ-კვირის გარდა 10-დან საღამოს 6 საათამდე მოხვიდა ინტელკომის ოფისში და შენ გადმოგეცემა ეს კონკრეტული Wi-Fi-ის აპარატურა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის დღევანდელი ვებინარი და შევხვდებით სხვა მომავალში სხვა ვებინარებზე. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით.